გიორგი კვირიკაშვილთან მექნება კითხვა, რა თქმა უნდა საუბარი არის და კიდევ იქნება ეკონომიკაზე, ლარზე, თავდაცვის უნარიანობაზე, კრიმინალურ მოვითარებაზე და ბევრ მიმართულების შესახებ დაისვა კითხვები, მაგრამ მე მინდა თქვენ კითხოთ შემდეგი კითხვა. აი წინა საარჩევნო გარემოს თქვენ როგორც პრემიერ-მინისტრი ქვეყნის გიორგი კვირიკაშვილი როგორ აფასებთ და უფრო რომ გაგიადვილოთ ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემა ორ კონკრეტულ შემთხვევას მოგიყვანდით. ერთი ჯიხასკარის შემთხვევა, როდესაც თქვენმა ხარდაჭერმა მას შემდეგ რაც უკვე თითქმის დათვლილი იყო ხმები და ჩვენი კანდიდატი იყო მნიშვნელოვნად წინ თქვენს კანდიდატზე ერთი მეორეზე მიყოლებით დაარბია უბანი 10 კაცთან ერთად შეიძლება ითქვას სამწუთიანი რეჟიმი უნდა ჩაგერთოთ. გითხოთ რომ დაუმატოთ 2 წუთი ბატონიკას. შედეგად, რა თქმა უნდა, ჩაიშალა ორივე უბანზე, აქ არ იყო ერთ საარჩევნო უბანზე საუბარი, ორივე საარჩევნო უბანი ჩატარდა განმეორებითი არჩევნები და განმეორებითი არჩევნების შემდეგ ზუსტად 10 დღეში თქვენ ეს ადამიანი გაათავისუფლეთ პატიმრობიდან. დიახ, თქვენმა მთავრობამ გათავისუფლებულია ადამიანი, რომელმაც დაარბია ორი საარჩევნო უბანი. ეს ხომ ფაქტია. მაგრამ რა ხდება ახლა პარალელურად ნახეთ მარნეულში. მარნეულში სადაც 5 ადამიანი, 5 ახალგაზრდა დღესაც დაკავებული ყავთ. მაშინ როდესაც ისინი იცავდნენ და გასაგებია რომ არ აქვს გამართლება ძალადობა საარჩევნო უბანზე, იცავდნენ ხმებს. ის 5 ახალგაზრდა, მათ შორის ის ადამიანი, რომელიც კადრებში ჩანს და მოუწოდებს დანარჩენელს ქვები არ ისოლოს, დღესაც პატიმრები არიან. აი როგორ რა კომენტარს გააკეთებთ აი ამასთან დაკავშირებით. ორი ნათელი მაგალითია და მეორე კითხვა. აქ ჩვენთან ეხა დარბაზში ესწრება 3 ახალგაზრდა, თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ახალგაზრდა, რომელიც ამ საპარლამენტო შენობის შემოსასვლელთან გამოთქვამდნენ პროტესტს და ერთ-ერთ თქვენ ყოფილ მეგობარს და დეპუტატს პროტესტის გამოთქვისას შემოეხია პიჯაკზე საყელო. ეს ახალგაზრდები 3 თვე წინასწარ პატიმრობაში ჩააგდეთ და დღესაც პროკურატურას მოთხოვნილი აქვს პატიმრობა. სასამართლო განაჩენს ელოდება და პროკურატურა, თქვენი პროკურატურა ითხოვს პატიმრობას. ამ კონტექსტში, ამ კითხვასთან მიმართებაში გაგახსენებთ კორცხელს. კორცხელში რა მოხდა, როგორ მოხდა, ძალიან კარგად გახსოვთ, ხო? 20-მდე ადამიანი, თქვენი ზონდერები და აი ბატონი კალაძე გვერდით, გიმშვენებთ გვერდს, რომლის მეთაურობითაც მოხდა ეს დარბევა, ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიტიკოსებს, თქვენ ოპონენტებს და სად არიან ეს ადამიანები, ეს 20 ადამიანი? ამ 20 ადამიანიდან მოძალადებთან მხოლოდ თუ ავსდები 5 თუ 6 მიეცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. და სიმბოლურად და გირაოთი გამოუშვით იქამდე დაასრულოს დაუმატეთ. თუ აქციებს უწყობდნენ, რომ არ დაეკავებიათ პირდაპირ ეთერში. ორი ნათელი მაგალითი. 3 ახალგაზრდა, რომელიც ჩაგდებული ყავდათ საპატიმროში, იმიტომ რომ ლოთქიფანიძეს პიჯაკი მოერღვა და დღესაც პროკურატურა ითხოვს პატიმრობას და მოძალადეები კორცხელში, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. და მესამე კითხვა, გულახდილად მაინტერესებს ბატონო გიორგი, აი ეს გუნდი, რომელიც აქ წარმოდგენილია, თქვენი დაკომპლექტებულია? დაასრულოს გავუწერეთ. თქვენი დაკომპლექტებულია? ანუ თქვენი რეკომენდაციით არის ეს ხალხი აქ წარმოდგენილი? იმიტომ გეკითხებით ამას, ვინაიდან იცით, უმნიშვნელოვანეს ნაწილში საზოგადოებისას არსებობს ეს განცდა, რომ თქვენ ხართ ნომინალური პრემიერ-მინისტრი. და თქვენ რეალურად ვერც ყვეთ, ვერც ეკონომიკურ, ვერც საკადრო და ვერც პოლიტიკურ საკითხებს. გულახდილად გეკითხებით, მე ვცდილობ უბრალოდ დავსვა ის კითხვა, რომელიც უმნიშვნელოვანეს ნაწილს ჩვენი ქვეყნისა ამ ქვეყანაში მაცხოვრებლებს აინტერესებს. დიდი მადლობა. მადლობა ბატონი გიორგი ბოკერია, შემდეგ ოთარ კახიძე.